მთავარ პროკურატურასთან თითქმის 3 საათის განმავლობაში იყვნენ მოქალაქეები შეკრებილები და შეკრებილები იყვნენ ასევე მოკლული მასწავლებლის ოჯახის წევრები. დედა, რომელიც 3 საათის განმავლობაში სიტყვით მიმართავდა როგორც შეკრებილებს, ასევე საგამოძიებო უწყებას. ის ითხოვდა ელემენტალურს მისი შვილის მკვლელობის გამოძიება, სათანადო გამოძიებას, რაც გულისხმობს იმაში, რომ საგამოძიებო უწყებამ შეცვალოს მუხლი, კვალიფიკაცია მკვლელობის საქმის ჯგუფურად ჩადენილი დანაშაულის მუხლით ითხოვს შვილმოკლული დედა გამოძიებას და ყველა პირის საბრალდებო სკამზე დაждომას. ეს არის მხოლოდ და მხოლოდ შვილმკვდარი დედის მოთხოვნა, რომელსაც ის თვეზე მეტია აჟღერებს, თუმცა ამ დრომდე საგამოძიებო უწყებიდან პასუხი არ ისმის. ჩვენ ვნახეთ პროკურატურის გუშინდელი განცხადება. საგამოძიებო უწყებამ თქვა, რომ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე მზად არის პროკურატურა შეხვდეს შვილმოკლულ დედას და ოჯახის წევრებს, სხვა დანარჩენ ოჯახის წევრებს და გაესაუბროს საქმესთან დაკავშირებით. თუმცა შეხვედრა აღარ არის დღის წესრიგში, ეს მოთხოვნა აღარ არის ოჯახის მხრიდან დღის წესრიგში დაყენებული, მხოლოდ და მხოლოდ ერთადერთს ითხოვენ გიგა ავალიანის ოჯახის წევრები, ბიძები, ძმა და დედა, რომ საქმე შეეცვალოს კვალიფიკაცია და დამნაშავე პირები. ყველა პირი უკლებრივ აღმოჩნდეს საბრალდებო სკამზე. 17 იანვრამდე მისცა ვადა ეკა კუპატაძემ, შვილმოკლულმა დედამ პროკურატურას იმისთვის, რომ საქმეს მიმდინარეობა მიეცეს. წინამდებ შემთხვევაში ის მოვა პროკურატურასთან და დაიწყებს შიმშილობას. თუ კი 17-მდე აი მოთხოვნის არ დაკმაყოფილებენ, მე დავიწყებ ვადა შიმშილობას და სირცხლი და შავი ლაქა იქნება ეს მარტო პროკურატურისთვის კი არა, უკვე მთელი საქართველოსთვის. იმიტომ რომ მე პეტაკიშვილი მომიკლეს გაყრილმა ლელებმა და რიცხვ 17 სამოფარებულმა არასრულწლოვანები არიან. 17 ვადრე ვადასვაძე აუცილებლად დავიწყებ შიმშილობას. აუცილებლად შემაჩერონ. აი ამ კაცმოძულე პროკურორმა გვარაკიძემ ჩაიდინა ეკა კუპატაძის დაცინვა 27 დეკემბერს ჩვენ მივმართეთ, რომ კუპრაშვილი პროკურორი მიმართ დაწყებული იყო სისხლის სამართლის დევნა, იმიტომ რომ მან დაარღვია საქართველოს კანონმდებლობა, დაარღვია ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილებები და დაზარალებულ მხარეს არ გადასცა საქმის მასალები ასლავის სახით. მოვითხოვეთ კუპრაშვილის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა დევნის დაწყება და რა გააკეთა გვარაკიძემ. ეს კუპრაშვილი დღეს გამოუშვეს პროცესზე პროკურორად, სადაც ეხილება გიგა ავალიანის მკვლელობის საქმე. და ეს კაცთმოძულე პროკურორი უნდა გადადგეს 17-მდე, თორე 17-ში აქ დაიწყებს ეკა კუპატაძე შიმშილს და მოთხოვნები გაიზრდება. მთელი საქართველო დადგება აქ. ყველა პოსტში, რასაც პროკურატურა დებს, ეს არის აბსურდი, არის დამცინავი და ამბობს იმას, რომ თქვენ მოგვეცითო მტკიცებულებებიო, რა ჩვენ არა გვაქვს, რატომ არა აქვთ, კაცო, მე უნდა მქონდეს მტკიცებულება და მათ არა. და 17-ს რა შეეხება? რა 17 შეეხება? მათზე მეც უკვე, რაც აქამდე იყო, მეტ ხალხსაც ნახავი. ამ ხალხს არ აინტერესებთ არც ნაცები, არც ქოცები, არ აინტერესებთ ამათ პოლიტიკა. ამათ უნდათ თავიანთი შვილებისთვის ნათელი მომავალი. ამ ხალხს უნდა მხოლოდ ერთი რამ. ესენი გიგასთან ერთად საკუთარ ოჯახებს, საკუთარ შვილებს ეხმარებიან. ამათ უნდათ სამართა. პროკურატურასთან შეკრებილმა ოჯახის წევრებმა და ადვოკატებმა ისაუბრეს საქმის იმ მასალებზე, რომელზეც თვითონ ამ დრომდე დაზარალებულ მხარეს არ აქვს. ადვოკატები ერთჯერადაც შეიყვანეს საგამოძიებო უწყებაში გასულ დღეებში და გამომძიებლებმა წაკითხეს საქმის მასალები. სწორედ წაკითხული შინაარსი მეორებდნენ ადვოკატები, სხვა ცდომა მათ არ აქვთ ამ საქმის მასალებთან და როგორც გაირკვა საქმის მასალების მიხედვით და ადვოკატების მტკიცებით საქმეა და საქმე გვაქვს და სახეზეა ჯგუფურად ჩადენილი დანაშაული, თუმცა ამ დანაშაულის ყველა პირი პასუხისგებაში არ არის მიცემული. დაკავებულია მთავარი დამნაშავე, რომელსაც მკვლელობის მუხლითაც კი არ ედავება საგამოძიებო უწყება. ეს არის სწორედ უმთავრესი მოთხოვნა, რომელიც აქვთ საგამოძიებო უწყების მიმართ მოკლული ბიჭის ოჯახის წევრებს, დედას და 27 იანვრამდე საკმაოდ გონივრული დრო აქვს ახლა მთავარ საბრალდებო უწყებას იმისთვის, რომ ამ საქმეს მისცეს მსვლელობა, მინიმუმ საქმეზე დააკავოს მთავარი ორგანიზატორი, როგორც ამას ოჯახის წევრები აცხადებენ.